მოგესალმებით კიდევ ერთხელ კომერსანტის დილა ეთერში გადაცემას ვაგრძელებთ სტუმართან ერთად, როგორც ვიცით, მთავრობის გადაწყვეტილებით ქატოსა და ქერის იმპორტის შემთხვევაში დამატებითი საფასური დაწესდება და ამოქმედდება 100 ლარით განისაზღვრა ეს გადასახადი. ამას გარდა მთავრობის სხდომაზე კვირის დასაწყისში პრემიერმა განაცხადა, რომ მიღებული არის გადაწყვეტილება ფქვილის იმპორტის შემთხვევაშიც არსებული დამატებითი გადასახადი, რომელიც 200 ლარს შეადგენდა 250 ლარამდე გაიზარდოს. თავად ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის შექმნილი სიტუაცია, რაც არის მეხორბლე ფერმერებთან მიმართებით და აი ამ გადაწყვეტილებით მთავრობა ცდილობს, რომ სტაბილური სიტუაცია შექმნას და საბოლოო მიზანი, რაც არის, რომ პური არ გაძვირდეს და პურის ფასი იყოს შენარჩუნებული, სწორედ ამისკენ წავიდეთ. რა შეცვლის ეს სურათი? ჩვენ მოვისმინეთ ფერმერების პოზიციაც, ისინი ამბობენ, რომ უმჯობესი იქნებოდა უფრო მოქნილი ყოფილიყო ეს გადასახადი და თავად პროცესს მივაბათ ეს გადასახადი, რომელიც ფასების ცვლილებასთან ერთად შემცირდება ან გაიზრდება და ფერმერები კვლავინდებურად საუბრობენ, რომ ჯერ კიდევ აქვთ დარჩენილი დიდი რაოდენობით ადგილობრივი მოსავალი, ხორბალი და სიტუაციის ასე ვთქვათ შესაცვლელად უფრო რადიკალურ ნაბიჯებს ელოდებიან მთავრობის მხრიდან. ლევან სილაგავას აქტუალურ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი გვერდება ახლა ეთერში და მასთან ერთად განვიხილავთ თემას. ბატონ ლევან, მოგესალმებით. მოგესალმებით, სალომე, მივესალმებით თქვენს რადიოსანელებს. მოდი დავიწყოთ შეფასება ამ გადაწყვეტილების, რამდენად ელოდით აი იმ კომუნიკაციის ფარგლებში ესეთი და რამდენად ეს არის სწორედ ის გადაწყვეტილება, რაც შეცვლის და უბრალოდ დაასტაბილურებს მდგომარეობას დღეს ქვეყანაში, რაც გვაქვს ფქვილთან და ხორბალთან დაკავშირებით. რეალურად გადაწყვეტილება მისაღები იყო. მე შეგახსენებთ, რომ ეს გადაწყვეტილება არის მთლიანობაში 11 ივნისის გადაწყვეტილების პარამეტრების ცვლილება რეალურად თუ ავიღებთ, იმიტომ რომ მე შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 11 ივნისი იქნა მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მეხორბლეებს ჩაებარებიათ ხორბალი, ძველი და ახალი მოსავლის ცისკრულ კომბინატებისათვის. მათ პრობლემა ჰქონდათ, რომ ფქვილის აგრესიული იმპორტი შემოდიოდა საქართველოში, მაშინ როდესაც რუსეთმა დააწესა გადასახადი ხორბალზე და იგივე დატოვა ფქვილზე, ნული იყო ფქვილზე. შესაბამისად, მაშინ იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება და მაშინ რეალურად 200 ლარიანი გადასახადი იყო ფქვილის იმპორტზე. შემდეგ შემოვიდა დაღერგილი ხორბლის იმპორტზე გარკვეული შეზღუდვები და შესაბამისად იქედან მოყოლებული გარკვეულწილად ფერმერები ძველ და ახალ მოსავალს აბარებდნენ ცისკრულ კომბინატებს. თუმცა სოფლიო ბაზარზე შექმნილი ვითარებიდან ის, რომ დღეს ფასები საკმაოდ სერიოზულად ეცემა, მოიტანა ის, რომ ეს გადაწყვეტილების პარამეტრების შეცვლა მოხდა და დაემატა რიგი კომპონენტები. აქედან გამომდინარე იყო, რომ ის 200 ლარიანი გადასახადი ფქვილზე აიწია 250-ზე და შემოვიდა ორი ახალი კომპონენტი, ეს არის გადასახადი ქატოზე და გადასახადი ქერზე. აქედან გამომდინარე თვითონ ფართოდ თუ შევხედავთ სურათ, რეალურად სწორი გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ ამ კომპონენტების მიხედვით ფაქტიურად ბალანსდება თვითონ ჩაბარების ფასი, ჩაბარების ფასი აიწევს როგორც სასურსათოს, ცისკრულ კომბინატებში ჩაბარების ფასი, ისე ამას მიყვება საფურაჟე. და აქედან გამომდინარე რეალურად ამ გადაწყვეტილებას ვაფასებთ დადებითად, იმიტომ რომ ის რომ თქვათ გადასახადი გარკვეულწილად აიწია და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, გადასახადის აწევა გულისხმობს იმის პასუხს, რაც ხდება საიმპორტო ბაზრებზე ქვეყნის გარედან, იმიტომ რომ ეს არის სწორი კონკურენციის პირობებზე გაყოლა და არავითარ შემთხვევაში ვინმე სათასტურო პირობებში ჩამოყალიბება. ბატონო ლევან, საინტერესოა ამ გადაწყვეტილების ფონზე, რაც მთავრობამ მიიღო გულისხმობ ფქვილის იმპორტის 50 ლარის დამატებას და ასე შემდეგ, მათ შორის ქერზეც შემოღებულ შესაბამის ტარიფს. როგორ ფიქრობთ, რა მოლოდინი აქვს ცისკრულ კომბინატებს? შესაძლებლობის დონე იმატებს თუ არა, რომ ადგილობრივებმა
ფერმერებმა შეძლონ და წისქვილ კომბინატებში საკუთარი, ასე ვთქვათ, მოსავალი ჩააბარონ. გამომდინარე იქიდან, რომ იგივე ფერმერები იძახიან, რომ არსებულ რეალობაში 1000 ტონა რაც ჩვენ ჩავაბარეთ წისქვილ კომბინატებს, არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რომ 20000 ტონამდე ისევ გასაყიდი რჩებათ მათ. რამდენად შეძლებს არსებული პოლიტიკის ფონზე წისქვილ კომბინატები მთლიანად ათვისებას აღნიშნული 20000 ტონამდე, ასე ვთქვათ, პროდუქციის ხორბალს გულისხმობს ხარჯი. მე მინდა ცოტა შესწორება შევიტანო თქვენ ციფრებში. მართალია გაჟღერდა 1000 ტონა, ეს ვფიქრობ, რომ მაინც ემოციურ ფონზე იყო გაჟღერებული. რეალურად წისქვილ კომბინატებს ამ პერიოდში მიიღებული აქვს 35000 ტონა ხორბალი ადგილობრივი ფერმერებისგან. ეს ერთ ფერმერის განცხადება და სწორედ ის ციტატა. ვიცი და მაგიტო მადლობა კითხვისათვის და ვფიქრობ, რომ ეს მაინც ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადება იყო, იმიტომ რომ ამის ოფიციალური ციფრები არსებობს 35000 ტონაა მიღებული. და დღესდღეობითაც განცხადებულია, რომ 100000 ტონამდეა დარჩენილი. თუმცა აქაც მიმდინარეობს მონიტორინგი, მათ შორის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ფერმერები ერთად აკეთებენ ამას, რომ დაითვალოს ზუსტად და აცდენები არ იყოს, რამდენია ზუსტად დარჩენილი სასურსათო და რამდენი არასასურსათო. იმიტომ რომ წისქვილ კომბინატები ღებულობენ მხოლოდ სასურსათო ხორბალს და საფურაჟი ხორბალი ეს არის უკვე მეცხოველეობა, სპირტის ქარხნების და ასე შემდეგ. თუმცა ესეც წამოწევს ფასს, მოლოდინი თქვენ გითხეთ და მოლოდინია ის რომ რეალურად ფასი წამოიწევა და ფერმერების მოთხოვნა ზუსტად ეგ არის, რომ მათ მიიღონ უფრო მეტი შემოსავალი, იმიტომ რომ ისინი საკმაოდ დაზარალდნენ ამ სიტუაციაში ფასების ვარდნის გამო. უბრალოდ წისქვილ კომბინატებს შესაძლებლობა არ ჰქონდათ უკვე ამ პარამეტრებში. მე შეგახსენებთ, რომ ადრე ჩვენ 70-ებაც მივიღეთ, 70 თეთრი 1 კილოგრამი, 65-ით, ეხა 62-ად ჩავიბარეთ. თუმცა მათ ვიდღირებულება აქვს 70 და გასაგებია, რომ მათი წუხილი და შესაბამისად ჩაბარების მომენტები რომ გაიზარდოს. ვფიქრობ, რომ ეს წამოწევს და ძალიან კარგი რამე არის კიდე იქ, რომ ეხლა რაც გადაწყვეტილება იყო მექანიზმი, რატო იყო მიღებული? ნახეთ, მექანიზმი დევს თვითონ ამ 11 ივნისის გადაწყვეტილებაში, თუ მსოფლიო ბაზრებზე და რეგიონალურ და ადგილობრივ ბაზარზე იცვლება სიტუაცია, შესაძლებელია შეიცვალოს პარამეტრები. ზუსტად ამის პასუხი იყო ის, რომ გაიზარდა ესე იგი მოსაკრებლის ფასი 200-დან 250-ზე და შემოვიდა ქატო, იმიტომ რომ ეს ჩვენ დაგვეხმარა, იმიტომ რომ ქატო არის პროდუქტი, რომელიც წისქვილი უშვებს როგორც თბილს, ისე ქატოს და კალკულაციის ითვალისწინება და აგრეთვე ის, რომ თქვა საფურაჟი ხორბალია დიდი რაოდენობის ქვეყანაში, იმიტომ რომ მე აღვნიშნე, რომ გარკვეულწილად პირობებმა გააკეთა ის, რომ ბევრი საფურაჟი არის და სამწუხაროდ მოსავლის ხარისხი გაფუჭდა და აქედან გამომდინარე ქერის დაბეჭდვრაც მოხდა. კიდე აქვს ფერმერებს რაღაც თავიანთი წინადადებები სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც მათი მოლაპარაკების თემაა და ვფიქრობ, აქაც რაღაც კომუნიკაცია იქნება. კი ბატონ ლევან, დაბეგვრის ნაწილს შეეხედა, აქაც ერთი კითხვა, მე ვიცი წლების განმავლობაში ხა ვიცნობ ჩვენ ერთმანეთს და ვიცი რომ ყოველდღიურად თქვენ ყოველდღიურად თუ არა, ყოველკვირეულად მაინც ჭიდრო ურთიერთობა გაქვთ იგივე პურის წარმოებელთა ასოციაციასთან. ფაქტია რომ ამ დაბეგვის პირობებში იგივე ფქვილის ფასი შესაბამისად უნდა გაიზარდოს და კონკურენციაში იყოს იგივე ხორბლის ფასთან. საინტერესოა თუ ქონდათ ჭიდრო კომუნიკაცია მათთან და როგორ ფიქრობთ, ექნება თუ არა წნეხი ამ ყველაფერს, თუნდაც იგივე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავარი თუ არა პროდუქტზე, პურზე ფასების ზრდის მიმართულებით წნეხი იქნება თუ არა? კი ბატონო, ნოდარ გეტყვით, შეხედეთ როგორ სიტუაცია ჩვენ რო ჯერ კიდე პირველი დადგენილება გავაკეთეთ, მაგ პერიოდში იყო კომუნიკაცია სამივე დარგთან და მაშინ თვითონ პურის წარმოებლებმა თქვეს, რომ ზღვრული ფასი რომ შეიძლება იყოს ლაპარაკი განძვირებაზე, ეს არის 52 ლარი 1 ტომარაზე. დღეს ფასი არის 47 ლარების ფარგლებში 1 ტომარაზე. იყო 44-ები. შესაბამისად, ის 5 ლარი დღევანდელი მსოფლიო და რეგიონალური და ადგილობრივი ბაზრის პირობებში არის საკმაოდ დიდი ფორა, რომელიც ვფიქრობთ, რომ მინიმუმ ახალ მოსავლამდე, ანუ მარტი-აპრილამდე არ გადაიფარება. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, თვითონ პურის წარმოებლებმა რამოდენიმე განცხადებით ბოლო დღეებში დაადასტურეს, რომ პურის ფასზე მოლოდინი საერთოდ არ არის გაძვირების. მე შეგახსენებთ, რომ დღევანდელი 47 ლარია ფასი კიდე ერთხელ, შარშან ამ დროს 70 ლარი იყო 1 ტომარა ფქვილის ფასი. შესაბამისად, ეს არის ძალიან ოპტიმისტური და სწორი განცხადება დამყარებული დღევანდელ სიტუაციაზე და ასევე მინდა ერთ რაღაცას გაუსვა ხაზი.
ის რომ შემოვიდა ეს გადასახადი, ახლა ჩვენ მონიტორინგსაც ვაკეთებთ ხოლმე ამ ყველაფრის და თვეში დაახლოებით შემოდის 10,000 ტონა ფქვილი. შესაბამისად 10,000 ტონა ფქვილს მოსაკრებელია 200 ლარი. ეს მთლიანობაში გამოდის, რომ თვეში ბიუჯეტი ღირებულობს მარტო ამ მოსაკრებლებთან 2 მილიონ ლარს. რაც რეალურად კიდევ ერთხელ ვამბობ, პურის ფასი არ გაიზრდება ეხლა და ეს დაადასტურეს. უბრალოდ ჰიპოთეტურად ვამბობ, ამ მექანიზმის საშუალებით შემდგომისათვის თუ დადგება რისკი გარკვეულწილად პურის გაძვირების, მაშინ შესაძლებელია ეს 2 მილიონი ლარი რაც შემოვა გამოყენებული იყოს თვითონ უკვე პურის ფასის გაზრდასთან მიმართებაში იმ ჯგუფების კომპენსირებას, ვინც 5 თეთრი სრულიად ყოფნის, თქვათ ეს 2 მილიონ ლარამდე და კიდე რჩება ბიუჯეტს. ანუ რისი თქმა მინდა, ნახეთ, ეს არის საკმაოდ კარგი და მოქნილი მექანიზმი იმისათვის, რომ კონკურენციის სწორი პირობები იყოს ამ დაბეგვრის რეჟიმით და პლუს ბიუჯეტიდან რომელშიც შევა აქედან ფული თუ ვინიცობაა და პურის გაძვირებაზე იქნას ლაპარაკი დაკომპენსირდეს ძალიან უმტკივნეულოდ ზუსტად ამ ფულით პურის ფასის გაძვირება. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გაუგებრობა არ იყოს, ამას ვამბობ, რომ მოხდეს ეგეთი სიტუაცია. დღეს პურის წარმოებლებმაც თქვენს და ჩვენც ვამბობთ, რომ მინიმუმ რამოდენიმე თვის განმავლობაში ახალ წლამდე და ახალი წლის მერე პურის გაძვირების არავითარი წინაპირობა არ არსებობს. კი ბატონო, თუმცა ბატონო ლევან, აი პურის ფასთან მიმართებით იგივე ფერმერებს თუ ასე ვთქვათ, დავესესხებით, მათი პოზიცია არის, რომ რეალურად ხორბლის წილი არ ახდენს ისეთ მნიშვნელოვან გავლენას ფასის, რამდენადაც სხვა კომუნალური ხარჯები, ამიტომ აი ეს არგუმენტიო მათთვის არ არის წონადი. ჩაბარების ნაწილზე თქვენ დასაწყისში ახსენეთ, რომ ეს გადაწყვეტილება გაზრდის ფასებს. მოდით გითხარით, ახლა რა ხდება მსოფლიო ბაზრებზე და რა ვითარებას მოგვიტანს ეს ყველაფერი, აი წისქვილ კომბინატები როგორ შეცვლიან ჩაბარების საფასო პოლიტიკას ასეთ შემთხვევაში? კი ბატონო, წისქვილ კომბინატებს აი საშუალებას მიცემს, რომ გარკვეულწილად ფასები მოიყვანონ დღევანდელ სიტუაციიდან გამომდინარე, უკვე ახალი დაბეგვრის რეჟიმებიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ფორმაში და შესაბამისად ეს გარკვეულწილად ჩაბარების ფასს გაზრდის. მე რამოდენიმე განცხადება მოვისმინე, რომ ფერმერები ამბობდნენ, რომ 45 თეთრია ჩაბარების ფასი და 47 და ასე შემდეგ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი წისქვილ კომბინატები გუშინად ჩაბარების ფასი ჩვენ ქონდა 62 თეთრი მოტანილი წისქვილ კომბინატში, იგივე ჯეომილმა ჩაიბარა მაგალითად 250 ტონა. დღესაც არის თქვათ ამის შესაძლებლობა. უბრალოდ და ეს ფასი ჩვენ სამიზნედ გვაქვს, რომ რეალურად შეუწყოთ ხელი ფერმერებს და 70 თეთრამდე 1 კილოგრამზე გავზარდოთ, თუ ამის შესაძლებლობას მოგცემს კონიუნქტურა და ბაზარი და შესაბამისად ზუსტად აქეთკენაა მიმართული ეს გადასახადის და მოსაკრებლის გაზრდა და ასევე ქათოზე გადასახადის შემოღება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ღია ვართ ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გუშინ კომუნიკაცია ქონდა მარცვლეულის ასოციაციასთან და ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენ გარკვეულწილად გარკვეული ორგანოსი შექმნის წინაპირობებით ავსახეთ, რომ გარკვეული შტაბი ვითიქნება, როდესაც გასაგებია, რომ მუშაობის პროცესში არის გარკვეული ვთქვათ კითხვები, რაღაც ვარაუდები, რომ ზოგმა არ ჩაიბარა, ზოგის ხარისხი კარგი იყო და არ ჩაიბარეს ან ცუდი იყო და ამიტომ ვერ ჩაიბარეს. შესაბამისად, ამ ყველაფრის აღმოსაφლელად ჩვენ გარკვეულწილად კომუნიკაციის ძალიან აქტიური ფაზები გვექნება და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ აქ ჩართულობას ვთხოვთ სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც და ვფიქრობთ, რომ ჩვენ გარკვეულწილად ამაზე აქტიურად ვიმუშავებთ, რომ არავის კითხვით ნიშნები ამ შემთხვევაში არ დარჩეს. შესაბამისად, ჩვენ ღია ვართ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მარცვლეულის ასოციაციასაც ვიცით, რომ ღია არიან ამ კომუნიკაციაში და სამინისტროს ფაქტიურად ამას ფიქრობ, რომ დაეთანხმება. და საერთაშორისო პროგნოზები როგორია ფასებთან მიმართებით, ესეც რომ გითხრათ დასასრულისკენ? კი, სალომე, გეტყვით ახლავე, საერთაშორისო ფასები არის სტაბილური, თვითონ მოსწავლის რაოდენობა არის მაღალი მსოფლიოში. მოლოდინიც რუსეთში არის საკმაოდ დიდი მოსავალი და გარდამავალი მარაგები, უბრალოდ მე არაერთხელ ვთქვი, რომ მათი საპროგნოზო მაჩვენებლები ვერ გადის ექსპორტზე, იქიდან რომ გამომდინარე, რომ შავი ზღვის მიმართულება მათი საექსპორტო, ნოვოროსისკის პორტი და იქ სამხედრო მიმდინარეობის გამო გარკვეული ბლოკირება ხდება, არ მიდის ის რაოდენობა და გარკვეული
ეკონომიკური პრობლემებიც აქვს, მათ შორის ფრახტი არის დიდი და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ბაზარს უფრო აწვება, უფრო კონტინენტის ხარეს აწვება, მათ შორის კავკასიას, შუა აზიას ფასები და შესაბამისად ჩვენთან იმაზე უფრო დაბალი ფასებია ვიდრე სოფლიო ბაზრის მიმართულებაზე. ნუ დღევანდელი ინფორმაცია შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინიდან დაიწყო ალტერნატიული დერეფნით გატანა 10 გემი გავიდა, ეს არის ცოტა ზემოთა დერეფანი, ეს არის რუმინეთის მიმართულებით და აგრეთვე ლიტვის მიმართულებით კლაიპედის პორტისკენ. ეს ალტერნატიული დერეფანი არის შავი ზღვის დერეფნის, რომელიც გაჩერებულია და ნუ ფიქრობთ, ეხა ესეც ხელშეუწყობს გარკვეულწილად ფასების მეტ სტაბილურობას და ნუ ფასების კლებაც კი მიდის ჩვენს რეგიონში. შესაბამისად, ნუ ფიქრობ, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში გამოწვევები ამ ხრივ არ იქნება, ნუ გამოწვევა უფრო აგერ ჩვენ გვაქვს, რომ ფასები დაბალია და ნუ ხელშეწყობის პირობები ჭირდებათ ფერმერებს იმისათვის, რომ მათ ჩააბარონ ხორბალი, ნათესვა განახორციელონ და ახალი მოსავლის мотиваცია კონდეთ, იმიტომ რომ ნუ ეს რეალურად არის სასურსათო უსაფრთხოების ფაკუთხედი ჩვენი ქვეყნის და აუცილებლად უნდა გქონდეს ჩვენი ქვეყანაში რეალურად კრიტიკული რაოდენობა მაინც ამისათვის, რომ ადგილობრივი ხორბალი გქონდეს. კი ბატონო, დიდი მადლობა. ნახოთ პროცესის განვითარებას დავაკვირდეთ, დაველოდოთ. ლევან სილაგავა, საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი საუბრობდა ჩვენს ეთერში.